დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ შესანიშნავი ანსამბლი, რომელიც მე აი ესეთი ტრადიციული მონიტორინგის დროს აღმოვაჩინე. ეს არის ფოლკლორული ანსამბლი პირიმზე. სხვაჯერს ქუთაისში ყოფნის დროს შევამჩინე ისინი პირველად, მე მათი გამოსვლა პოზიტიურად მომხვდა თვალში. მე ქობულეთში გამართულ ჩემი მეგობარი ჯემალ მეგრელიძის ორგანიზებულ ფესტივალზე, ნარინჯისფერი ქობულეთის საერთაშორისო დონის ფესტივალზე, სადაც ამ ანსამბლმა გრან-პრი აიღო. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან იშვიათად შემხვედრია ანსამბლები, რომლებიც აი ესეთ ჩაცმულები, აი ესეთი ორგანიზებულები, აი ესეთი ხელმძღვანელით და აი ესეთი მობილიზებით გამოდიან სცენაზე. მე დღეს ზუსტად ეს ანსამბლი მინდა წარმოგიდგინოთ, ანსამბლი ფოლკლორული ანსამბლი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირიმზე, ბიჭები და გოგონები, რომლებიც კარგი ხელმძღვანელის ხელში არიან და რომლებიც რეალურად აკეთებენ იმ ქართულ საქმეს, რასაც ჩვენ ქართული ხელოვნების და კულტურის მსახურებას ვეძახით ხოლმე. მე როგორც ჟურნალისტ მიხარია ძალიან ბევრი თუ იქნება მსგავსი ტიპის ანსამბლები, როგორც დღეს მე პირიმზე ვნახე და აღმოვაჩინე. მე კიდე იმასაც დავამატებ, რომ თუ არა კიდევ ერთხელ ხელმძღვანელების რუდუნება იმაში, რომ ეს ბავშვები იყვნენ მაგრები, ისე წარმოუდგენელია ყველაფერი. მაშასე, დღევანდელი ჩვენი სიუჟეტის გმირია ფოლკლორული ანსამბლი პირიმზე. გამომყევით, ერთად შევისწავლოთ ეს ხალხი. წლის 15 სექტემბერს ჩამოყალიბდა და შეიქმნა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი პირიმზე, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელობის და ვარციკესების საჯარო სკოლის ადმინისტრაციის დახმარებითა და შეწევნით. მე ხელმძღვანელობ ანსამბლ პირიმზე სწორედ 2011 წლიდან. ჩემი მისია არის ვემსახურო ქართულ კულტურას. დიდი ილია იტყოდა ერიმაში იღუპება, როდესაც საკუთარ წარსულს, კულტურას და ისტორიას ივიწყებს. ჩვენი მისია თითოეული ქართველის მოვალეობა არის ეს კულტურა შეინახოს, გადასცეს მომავალ თაობებს. ანსამბლ პირიმზეს არაერთი წარმატებული სვლა აქვს გავლილი. 2016 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, გამრავალფეროვნა და გაძლიერდა მამა ნიკოლოზის სლოცვა კურთხევლითა და შეწევნით. 2012 წელს ერეთა შორის მეგობრობისადმი მიძღვნილი ფესტივალზე ქალაქ ერევანში გაიმართა კავკასიური ჰანგები 2012, სადაც ანსამბლ პირიმზემ დიდი მოწონება დაიმსახურა და მიიღო ლაურეატის წოდება. ასევე 2016 წელს ქალაქ ქობულეთში ერთა შორის მეგობრობისადმი მიძღვნილი ნარინჯისფერი ქობულეთი
ფესტივალ კონკურსზე მიიღო პირველი ადგილი და მიიღო ასევე ლაურეატის წოდება. ამჯერად ანსამბლი პირიმზე მოღვაწეობს ქალაქ ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნომერ 1 სასწავლებელ სკოლაში, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი. ქალაქ ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი პირიმზე პირველი ადგილი. საოცრად კარგი ბავშვები არიან, ანსამბლი პირიმზის ბავშვების სოლისტები, როგორც ვიცი, ქუთაისიდან არიან ჩამოსულები და მე მოხარული ვარ, რომ ნამდვილ ქართულ ხელოვნებას მისდევენ. მე მადლობა მინდა გადავხოთ ხელმძღვანელებს, მშობლებს, ვინც ბავშვები მოიყვანა და ქართულ ხელოვნებას აზრიერა და მინდა წარმატება უსურვო ამ ანსამბლს. ასევე სხვა ანსამბლებს, რომლებიც ჭეშმარიტ ქართულ ხელოვნებას გვერდჩიუდგა და აგრძელებენ იმ ტრადიციებს, რომელიც უნდა გაგრძელდეს და არის საზოგადოებრივი ერის თვითმყოფადობის და ასევე აი კულტურის გამძლებელი, რომელიც ასე ჭირდება ჩვენ ერს. This is our
სელფი გადავიდო. აუ რა, თვითონ ისეთი კარგი აი ესე მინდა, აი ესე დავუდგენ და არ შეიძლება თვითონ მაგარი ხო? ესენი რაღაცები მე ვიცი, აი. პირიმოლა. ესე იგი ყველა სულოცა დღევანდელ დღეს ბავშვებს ძალიან გასაკვირია რომ ამ ასეთ პერიოდში, ასეთ ვითარებაში და ბავშვები რო ეტანებიან, ასე ვთქვათ, გინდა ცეკვას, გინდა სიმღერას, საერთოდ ხელოვნებას. ძალიან კარგი ბავშვებია და ძალიან მახარებს რომ ბავშვები დადიან თავთავიან წრეებში და ღებულობენ აი კულტურულად ემსახურებიან პატარაობიდან ჩვენ ქვეყანას. გენაცვალეს სულში ყველა ბავშვი.
ბავშვების საბავშვო ანსამბლი მიყვარს და გიждდები მოკლედ თან რა მაყურებს იცით რომ როგორ აქვს ეს გამჯდარი სულშეს ფოლკლორი ქართული ხალხური ეს ანსამბლი ესე ფილმზე რომელიც წარმოადგენს ქუთაისის ფოლკლორულ საბავშვო ანსამბლს აი მასაც თვითმფრინავი ანსამბლი ჯერსეთი და ლამაზები არიან მე რა კარგად უკრავენ ეს უბრალოდ ისე მოხდა რომ ცოტა სივა და ფანტოზია და ყველა სიტყვა და გოგონებსთან ულამაზეს გოგონებს ცოტა თბილი თითები უნდა ქონდეთ მაგრამ უშავს ხალხს სივეში მოუწევთ გამოსდა ხა სიტყვაში და მე ძალიან მინდოდა გავეკეთებინა თავის დროზე ეს ანსამბლი მაგრამ ვერ მოვაბითავე ამიტომ მე მინდა შევთავაზო პირიმზეს და მაგის ხელმძღვანელს ჩავწეროთ ჩვენ მე ბევრი ჯუჯა ვარ ვახტანგ კატეშვილმა კიდე ერთმა რომელიმე ბებერმა ჯუჯა ორი ფოლკლორული სიმღერა ანუ სხვადასხვა კუთხეს ამის საშუალება არსებობს ფონოგრამის არსებობს საჭიროა მონდომება და მე მგონია რომ ფილმის ყველანაირი გააჩნია პირობა ნიჭი გააჩნია რომ ამას გააქვავეთ თავს და ჩვენც შეგვეძლება რომ ბავშვებთან რაღაც გავაკეთოთ ასე რომ ფილმისთან დიდი სიამოვნებით ვითარ ამშრომლებთ
სიყვარულით მივესალმები ანსამბლ პირიმზეს ამ ლამაზ და საყვარელ ბავშვებს უნიჭიერეს ბავშვებს ძალიან მესიამოვნა რომ საქართველოში ესეთი უნიჭიერესი ბავშვები იბადებიან და თავის სათქმელს იძახიან ქართული ხელოვნებით ეს არის მართლა მისასალმებელი მე თელ მსოფლიოში დავდივარ და მიყვარს და უყურებ ჩემს ქართველებს ბევრგან არის ესეთი დიდი სიყვარული ქართული ხელოვნების და ქორეოგრაფიის მაგრამ მისასალმებელია რომ ესეთი ბრწყინვალები არიან გამარჯვება ანსამბლ პირიმზეს ვესალმები დიდი სიყვარული ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პედაგოგს რომელმაც დიდი ხვაწლი გაწია ამ ბავშვების ესეთი წარმოდგენისათვის უღრმეს მადლობას ვუხდი პროდიუსერმა კატრაბაიძეს რომელმაც ძალიან დიდი ხვაწლი მონაწილეობა მიიღო ამ იუბილეს შესახებ და რა ვიცი ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი აგრებულობს მონაწილეობას და შეასრულენ ძალიან ულამაზესი სიმღერები რასაც ქართული ხმები ქვია მოხარული ვარ დღევანდელი არაჩვეულებრივი დღით ვინაიდან დღეს გახლდათ ჯადოსნური ხმების საპროდიუსერო კომპანია ჯადოსნური ხმების 10 წლის იუბილე და ფოლკლორულ ანსამბლ პირიმზესთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ შესანიშნავი ცნობილი ქართველი მომღერლები, კორიფეები. მე როგორც ფოლკლორული ანსამბლის პირიმზეს პროდიუსერი ძალიან მადლობელი, ძალიან კმაყოფილი ვარ ბავშვების სერიოზული შრომით, მიზანდასახულობით, განსაკუთრებით სამხატვრო ხელმძღვანელის ქალბატონ ნინო სილაგაძის მიზანდასახულობით მათ ძალიან ბევრი წარმატება ელოდება დარწმუნებული ვარ წინ და უშედეგოდ არ ჩაივლის და უკვალოდ არ ჩაივლის მათი ასეთი თავდაუზოგავი შრომა, ვინაიდან ისინი დაიპყრობენ მრავალ მწვერვალს საერთაშორისო სივრცეშიც და მოწვევებიც ექნებათ დარწმუნებული ვარ სერიოზული კომპანიებისაგან მომავალში. დღეს დიდი ღონისძიება ჩატარდა გალა კონცერტი, სადაც მოხდა ანსამბლი პირიმზის კურთხევა
ხდება იმით, რომ ანსამბლი გაწერიან და ჯადოსული ხელის ასოციაციაში ძალიან მაღალი დონის ლოდბარი ხალბატონი ნინო სილაგაძე არაჩვეულებრივი პროგრამით, არაჩვეულებრივი ქართული ჩაცმულობით და იმ სტილით, რაც ქართულ სტილს, ქართულ სიმღერებს, ტრადიციებს შეეფერება, გაბმულს გადაცემს ამ ბავშვებს და არაჩვეულებრივად ასრულებენ. ხმებშიც გაშლა ყველაფერი, ყველა ესე პოლიფონია დაცულია და მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც გვერდში ამოუდგები ამ ანსამბლს და ყველა ასპარეზზე დაუჭერ ხარს, რომ გამოვიდეს და ყველამ გაიცნოს ამ ნიჭიერების, ესე იგი, მატარებელი ხალხი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამით მე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე გაწევრიანება და წარმატებები მინდა უსურვო. სხვადასხვა ასპარეზზე საქართველოს მასშტაბით იქნება თუ საზღვარგარეთ იქნება და სადაც იქნება, ყველგან იქნება მაგათი ხარდამჭერი და ხანამგზავრი და ესე ყველა დისტანციაში გვერდით დამდგომი. აბა რასიკით გავუდარული რომ მორჩა დღევანდელი კონცერტი როგორც უკვე წარმოგიდგენიათ ჩვენი დღევანდელი ეს მაგარი გოგო ბიჭები მე სიუჟეტის დასაწყისში ვახსენე მათ შესახებ. დიახ, ესენი არიან სწორედ ის მომავალი თაობა, ვიზეც მე სიუჟეტის დასაწყისში განმეორდები უკვე გითხარი. ეს კი მათი ხელმძღვანელი უკვე ის გაგაცანით, სანამ კონცერტს დავიწყებით, ახლა კი დამთავრდა ჩვენი ღონისძიება. აი ახლა მაინტერესებს რამდენად მაყოფილი ხართ ჩვენი ბავშვების. მე ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. მე ამაყი ვიქნები, თუ კი შემძლებ. ამათგან ღირსეული ქართველები გავზარდო. ჩემი მიზანი არის მემსახურო მშობლიურ მხარეს, ქართულ კულტურას, რაც ესოდეს ძვირფასი და საუკეთესო არის. ქართული ხოვანება ზეცამდეა აყვანილი, ღვთის ბგერებია, ღვთიური ბგერები და მე ბედნიერი ვიქნები, თუ კი ჩემი ერი, ჩემი თაობა, ჩემი მომავალი თაობა ქართულად გაიზრდება. ეს არის მთავარი მიზანი. გვიყვარდეს ჩვენი და ვიცოდეთ, შევისწავლოთ სხვისი და პატივი ვცეთ მას. ჯერ ქართული და შენი არ გიყვარს, სხვისას ვერასდროს ვერ შეიყვარს. მე მჯერავს, რომ თითოეული ამათთაგანი ღირსეული ქართველი მამულიშვილი გაიზრდება პირველ რიგში. მაგრები ხარ ბავშვები, კარგები ხართ, მე მოხარული ვარ კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ აი ეს წარმოდება და აი ეს სიუჟეტი, რომელიც დღეს ჩვენ გავაკეთეთ პირიმზეზე, ისტორიას შემოვნახოთ. აი ასე იბადებიან და ასე იზრდებიან და ხდებიან ნამდვილი ქართველები. ეს ფოლკლორული ანსამბლი პირიმზე იყო. მე ჟურნალისტი ბერსო ჩუბინიძე გახლავართ.